გამარჯობა. დღეს მოკლედ მინდა დავიწყებ იმით, რომ რამოდენიმე ჩემმა მეგობარმა მომწერა და რეალურად აინტერესებს რა ხდება მართვის მოწმობაზე კანადაში. მოვიძიე რაღაც მცირე ინფორმაცია და ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ კანადაში რა სახის მართვის მოწმობები არსებობს. დავიწყოთ იქიდან, რომ სულ არის 7 კლასი. ეხლა გავყოთ ეს 7 კლასი. მე-7 კლასი არის მოსწავლეების მართვის მოწმობა, learner ესე ქვია. $17 ღირს ტესტი. არის 30 შეკითხვა და 25 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა მართვის მოწმობა. 14 წლის ასაკიდან ალბერტის პროვინციაში ნებისმიერ სურვილს შეუძლია იყოს მართვის მოწმობა learner-ი. ანუ რას ნიშნავს? მარტო არ შეუძლია ავტომობილის ტარება, აუცილებლად მანქანაში უნდა იჭდეს პიროვნება, ვისაც მე-5 კლასის მართვის მოწმობა აქვს. და მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია ატაროს მანქანა. მარტო ინდივიდუალურად არ შეუძლია არც ერთ შემთხვევაში 18 წლამდე. კიდე ერთი წესი ცოტა უცნაური, ღამის 12-დან დილის 5 საათამდე, ვისაც მე-7 კლასის მართვის მოწმობა აქვს, არ შეუძლია მანქანის ტარება. გადავიდეთ მე-6 კლასზე. მე-6 კლასი ეხება თუ არ ვთქვი მოტოციკლეტებს და მოპედებს. ძალიან მარტივია. მე-5 კლასი, ანუ ეკვივალენტია, რაც საქართველოში არის B-კლას რო ვეძახით, ანუ ნებისმიერი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების, ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ტარების უფლებას გაძლევთ, მისაბმელიანს. ღირს $17 ისევ თეორიული გამოცდა და $170, ანუ road test-ი. 45 წუთი ეთმობა გადიხარ ქალაქში და ქალაქში აბარებ გამოცდას. ხო, შემდეგ მოდის მე-4 კლასი. რა არის მე-4 კლასი? მე-4 კლასი ცოტა განსხვავებულია საქართველოს მართვის მოწმობისგან. მე-4 კლასით ადამიანს შეუძლია ტაქსზე იმუშაოს, Uber-ზე, შეუძლია ამბულანსზე იმუშაოს, ანუ სასწრაფო დახმარების მანქანაზე და მცირე ზომის ავტობუსების მართვა, სადაც 24 მგზავრის გადაყვანის საშუალებაა. მე-3 კლასი არის რაღაც მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები, ვიხმარ ამ სიტყვას და კამაზები რო დადის თბილისში, რაღაცა ესეთი, ეგეთი ავტომობილები აქაც არის, ოღონდ კამაზი არა, ამერიკული მოდელები არ ვიცი რა ქვია. მაგას ჭირდება მე-3 კლასი. ღირებულება არის დაახლოებით $2000-დან $2500. თავის გამოცდებით, ინსტრუქტორი და სკოლით და ასე შემდეგ. მე-2 კლასი მხოლოდ ავტობუსებს ეხება საქალაქთაშორისოს. დიდ ავტობუსებს, მე მგონი 45 კაცის გადაყვანა რო შეუძლია ეგეთების. მე-2 კლასი მარტო მაგას მოიცავს მეტარაფერს. მართვის მოწმობის პირველ კლასს რაც შეეხება კანადაში, ეს მართვის მოწმობა, ანუ პირველი კლასი, გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება ატაროთ ავტობუსების გარდა. თუ მე-2 კლასიც გაქვთ, მაგ შემთხვევაში ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გეძლევათ კანადაში. პირველი კლასი ძირითადად გამოიყენება დიდი ტვირთების გადასატანად ქალაქიდან ქალაქში, ან პროვინციიდან პროვინციაში, ან კანადიდან ამერიკაში. ტრაილერები შეიძლება მანქანებით გადაიყვანოთ, შეიძლება ნებისმიერი სახის პროდუქცია გადაიტანოთ. ეს არის დალნაბოიშიკებს რო ეძახიან, მაგათი მართვის მოწმობა არის. სამწუხაროდ პირველი კლასის მართვის მოწმობა საკმაოდ ძვირი ჩდება კანადაში, კონკრეტულად ალბერტის შტატში $15000-დან $20000-მდე ჩდება. გამოცდა, სკოლა, road test-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი დაახლოებით $15-18,000 პარალელში დაგიჯდებათ. მაგრამ მე ვისაც ვიცნობ აქ ბიჭებს და ვინც ამაზე მუშაობენ, მე მგონი არ ღირს რა, $25, $30 არის საათში. ძალიან საკმაოდ დიდი ხარჯი უნდა გაიღო, რომ დაიწყო მუშაობა $25-დან $30-დან. კმაყოფილები არიან ისინი, ვინც მუშაობენ საერთაშორისო რეისებზე, მაგალითად კანადა, ამერიკა. აი თუ საზღვარს კვეთავ და ამერიკაზე მუშაობ, მაგ შემთხვევაში ღირს. მარტო შიდა კანადაში, ქალაქიდან ქალაქში, მე რამდენადაც ვიცი, ბევრს ვიცნობ, ვისაც აქვს ეს მართვის მოწმობა,
არ არის ამ კმაყოფილები, იმიტომ რომ საშუალო ანაზღაურება 25-28 საათში. და თუ ვიმეორებ, თუ საზღვარს კვეთავ და ვიზა გაქვს და ამერიკაში გაქვს მოძრაობის უფლება, მე როგორც ვიცი 35-40 დოლარსაც აღწევს საათობრივი ანაზღაურება. ეს არის ის მცირე ინფორმაცია, რაც მოვიძიე კანადურ მართვის მოწმობებზე. მადლობა რომ მიყურებთ. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარში და შეძლებს დაგვარად კი პასუხებთ. მადლობა ნახვამდის.